მოდი ვნახოთ როგორ ენერგიებში ხარ დღეს. შენ არ გახარ სხვებს, შენ ატარებ საკუთარ ნიშანს, შენ გაქვს ენერგეტიკა ძალიან სხვანაირი, ძალიან ბევრს შენი შურს სხვათა შორის. შენ ისეთი ცეცხლოვანი ხარ, ანთი ხარ, ხვდებით შიგნიდან, შინაგანად ანთი ხარ, მაგი ხარ, ყველა ვერ გიგებს, ყველას ვერ უგებ. შენში ისეთი ცეცხლი ანთია, რომელსაც ყველა ვერ გაუგებს. მაგრამ მხოლოდ ამაში არ არის შენი უდიდესი ძალა. საკუთარი ცხოვრების მაგი ხარ სხვათა შორის. ძალიან შანსიანი ხარ. შანსიანი ფინანსური სტაბილურობა უნდა გქონდეს წესი ცხოვრებაში. ძალიან გახსნილი, ძალიან თავისუფლად უნდა მოდიოდა შენთან ფინანსი, შესაძლოა ჩაკეტილი გაქვს ფინანსური არხი, მაგრამ საერთოდ დაიბადე ბედნიერებისთვის ხართ დაბადებული, როგორც ჩანს, ძალიან შანსიანი, ძალიან სამართლიანი ადამიანი ხართ. იყო პერიოდი, გინდოდა დამსგავსებოდი სხვებს, მაგრამ არა. შენ ხარ ძალიან განსხვავებული, შენში ძალა ისეთი სამართლიანი ძალა. გებძვიან ხედავ, მაგრამ მაინც ბრძოლების, კონფლიქტების, პრობლემების ფონზეც კი მაინც ხართ აი ამ 9 პენტაკლში, ფანტასტიკურ ენერგიებში. ტკივილიდან სიძლიერამდე უძლიერესი ენერგეტიკა ადამიანის, განსხვავებული ენერგეტიკა. ბედის ბორბალი თითქოს გეუბნება, ნუ გეშინია, რაღაცის გეშინოდა. მაგრამ იღბლის ენერგია თქვენს მხარეს დგას, ფორტუნა თქვენს მხარეს დგას და გეუბნება, რომ გაგიმართლებს, უკვე შეგიძლიათ სამომავლო გეგმებიც მოიფიქროთ, დასახვა შეგიძლიათ ამ გეგმების. დიდი ალბათობით უკვე გაქვთ ის ენერგიების გამომუშავება, რომელიც აქამდე გაჩერებული იყო. მე თითქოს ყველაფერს ებრძვი, გეგმები განხორციელდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად გახსოვდეს, რომ საჭიროა ყველას არენდო, აბსოლუტურად, ანუ ყველას ენდობოდი აქამდე, როგორც ჩანს ეხლა ამბობ, რომ ყველას არ ვენდობი და საჭიროა კონკრეტულად განსაზღვრო რა გსურს, ჩამოაყალიბო ის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც გჭირდება და დაიწყო მოქმედება. ძალიან შეცვლილი ხარ და მინდა გითხრა, რომ გადიხარ აი ამ კარმულ გაკვეთილებს და ნახეთ, აბსოლუტურად სამსჯავრო და სამყარო უზენაესი ძალა გაჩვენებს ჩემო კარგო ახალ გზას, ახალ მიმართულებას და რა თქმა უნდა გამარჯვებაც შენს იდეებში, გეგმებში, შენს მხარეს არის აქამდე თუ იყო გაჩერებული ის ბლოკი, რომელიც ხელს გიშლიდა. რა კრიზისშიც არ უნდა იყო ახლა, არ უნდა დანებდე, რა კრიზისშიც არ უნდა იყო ახლა, არავითარ შემთხვევაში არ დანებდე, თუ ფინანსური არხი შენი იხსნება, წარმატებები, პირადი, ფინანსები, სიყვარულის ენერგია, პირადის ენერგია, ეს ყველაფერი მუშავდება, იხსნება და შენ იწყებ, ჩემო კარგო, ახალ გზას იწყებ. კი, იყო ეს კონფლიქტური ენერგიები, რომლებიც მიდიან შენი ცხოვრებიდან, 1000-ში გადადიხართ მეგობრებო. იმიტომ რომ უკვე ბრძოლობთ, იმიტომ რომ გადიხართ აი ამ ნეგატიური პროგრამიდან და გადადიხართ სხვა პროგრამაში, ახლა გადადიხართ არკან მზეში და საერთოდ უზენაესი ძალაც ძალიან კარგად გეხმარება. ჩემო კარგო, ჩავიფიქროთ არკანებზე აუცილებლად.
წარმატებებს გისურვებთ ყველას. წარმატებები ჩვენი.